გვაჯობა თუ არა სომხეთმა დემოკრატიით? ბოლოდროინდელი მონაცემებით ეს ნამდვილად ასეა. სომხეთმა საქართველოს დემოკრატიის ინდექსით გადაუსწრო და მედიის თავისუფლების რეიტინგებშიც მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. ამ ფონზე სომხეთი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს პოზიციონირდეს როგორც რეგიონში ყველაზე მყარი დემოკრატია და ამის ნიშნებით სახეზეა. მაშინ, როცა საქართველოს მთავრობის არაერთი მცდელობის მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ხაზზე არ გამოსულა, დონალდ ტრამპი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მალევე პირადად ტელეფონით ესაუბრა. სომხეთმა ასევე რუსეთისაგან დაიწყო დისტანცირება და გასულ წელს მისი დსთ-თან პარტნიორობა გაყინა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველო ჯერ კიდევ უსწრებს სომხეთს ეკონომიკური მაჩვენებლებით, თუმცა ამის პოტენციალი სომხეთსაც აქვს და ამაზე მოგვიანებით. მოკლედ, განვიხილოთ, როგორ მოახერხა სომხეთმა დემოკრატიული წინსვლა, შეძლებს თუ არა რუსეთის გავლენისაგან რეალურად გათავისუფლებას და რა გეოეკონომიკური პოტენციალი აქვს მას. თუმცა სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მკვეთრად დასავლური კურსი აიღო და ევროატლანტიკურ სისტემაში გაწევრიანებისაკენ მიდიოდა, სომხეთმა მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან ერთად საქართველოს შეუერთდა დსთ-ს, ანუ რუსეთის მიერ მართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, საქართველოს ეს ხელშეკრულება 1999 წელს აღარ განაახლა და 2006 წელს დსთ-ს თავდაცვის მინისტრების ჯგუფი ოფიციალურად დატოვა, რადგან ეს აღარ იყო თავსებადი ნატოში გაწევრიანების სურვილთან. ერევანმა კი პირიქით სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა მოსკოვთან და 1995 წელს რუსეთმა 102 სამხედრო ბაზაც განათავსა გიუმრიში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ტრანსკავკასიური ძალების ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს და სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტს. მაგრამ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში განსაკუთრებული როლი მაინც ყარაბაღის კონფლიქტს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თითქოს ნეიტრალურ როლს ასრულებდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ბევრისთვის აშკარა იყო, რომ მოსკოვი უფრო ერევნის მხარეს იხრებოდა, რაც იარაღის მიწოდებაშიც გამოიხატებოდა, თუმცა რუსეთმა აზერბაიჯანისათვის დაიწყო იარაღის მიწოდება 2010-იან წლებშიც. ყარაბაღის კონფლიქტმა სომხეთს პრობლემები შეუქმნა მეზობელ თურქეთთანაც, რომელიც აზერბაიჯანის მჭიდრო მოკავშირეა და მის მხარდასაჭერად სომხეთს ეკონომიკური ემბარგოც დაუწესა 90-იან წლებში. ამან სომხეთს მოსკოვისაკენ გადახრისაკენ კიდევ უფრო უბიძგა როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე. 2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუციამ და შემდეგ 2004 წელს უკრაინაში ნარინჯისფერმა რევოლუციამ მოსკოვში გააჩინა იმის შიშიც, რომ სომხეთიც მოისურვებდა პროდასავლური კურსის აღებას და ამის თავიდან ასაცილებლად რუსეთიდან მუდმივად მოდიოდა ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი 2009 წელს მაინც შეუერთდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომელშიც საქართველოც ამ დროიდან მონაწილეობს, 2013 წელს სომხეთმა უარი თქვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარებაზე და შეუერთდა რუსეთის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მეტ ინფორმაციას ამ ვიდეოდან გაიგებთ. 2017 წელს სომხეთმა მაინც გააფორმა ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, თუმცა რუსეთს ამ დროს უკვე გამყარებული ჰქონდა სომხეთში გავლენები, რაც 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად შეიცვალა. 2018 წელს სომხეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის გაგრძელებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე გეგმავდა. საზოგადოებაში დაგროვებული უკმაყოფილების ფონზე, რომელსაც თან სდევდა კორუფცია, ეკონომიკური სტაგნაცია და დემოკრატიული უკუსვლა, დაიწყო ფართომასშტაბიანი პროტესტები. ამ მოძრაობის სათავეში იდგა ნიკოლ პაშინიანი, ყოფილი ჟურნალისტი და იმ დროისათვის ოპოზიციონერი პარლამენტარი. სარქისიანის იძულებითი გადადგომის, ანუ ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში პაშინიანი მოვიდა. თავდაპირველად პაშინიანი ცდილობდა შეენარჩუნებინა სომხეთის ღრმა სტრატეგიული კავშირები რუსეთთან და ხშირად უსვამდა ხაზს ამ პარტნიორობას ვლადიმერ პუტინთან, თუმცა ეს დამოკიდებულება 2020 წელს შეიცვალა.
ნავთობით გამდიდრებულმა აზერბაიჯანმა, რომელიც სამხედრო განვითარებაში დიდ თანხებს მდებდა, იმ წელს მთიანი ყარაბაღის დაბრუნება გადაწყვიტა სამხედრო გზით. რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს ომში, მხოლოდ ბოლო მომენტში ჩაერთო. როდესაც რუსეთი მედიატორის როლში გამოჩნდა და სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სომხეთს უკვე სტრატეგიული პოზიციები დაკარგული ჰქონდა. შეთანხმების პირობებით რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში განთავსდნენ, თუმცა სომხური საზოგადოება ამას მარცხად აღიქვამდა. ეს ომი იყო მძიმე დარტყმა როგორც ქვეყნისთვის, ისე პაშინიანის მთავრობისათვის. მას შემდეგ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა და პაშინიანმა და პუტინმა საჯაროდ დაიწყეს ერთმანეთის კრიტიკა. ამ ფონზე სომხეთმა დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო და სომხეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რაც ბუნებრივია მოსკოვისათვის აშკარად მიუღებელი იქნებოდა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, როდესაც რუსეთმა თავისი სამშვიდობო ძალები მთიანი ყარაბაღიდან გაიყვანა, აზერბაიჯანმა დრო იხელთა და 2023 წელს მთიან ყარაბაღზე ხელახალი სამხედრო იერიში მიიტანა. ამჯერად რუსეთმა არც კი სცადა კონფლიქტის შეჩერება და აზერბაიჯანის გათვლაც სწორედ ეს იყო. როგორ დაიცავდა რუსეთი სომხეთს, როცა თავისი ომიც ეყოფოდა. შედეგად აზერბაიჯანმა შეძლო მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის აღდგენა, ხოლო იქ მცხოვრები ეთნიკური სომხების დიდი ნაწილი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა და სომხეთში გადასახლებულიყო. ამ მოვლენების შედეგად სომხეთმა კიდევ უფრო თვალსაჩინო ნაბიჯები გადადგა დასავლეთისაკენ. ქვეყანა შეუერთდა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს ICC-ს, იმავე ინსტიტუტს, რომელიც იძიებს რუსეთის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. მოსკოვმა კი ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. ნიკოლ პაშინიანი არც დსთ-ს 2023 წლის სამიც დაესწრო, რაც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დასავლეთის დავალებად და ანტირუსულ ნაბიჯად შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ სამიტის ბოიკოტს მოჰყვა პაშინიანის მაღალი დონის შეხვედრები საფრანგეთში. 2024 წლის თებერვალში კი სომხეთმა დსთ-ს აქტიურ წევრობაზე უარი თქვა და ეს ურთიერთობა გაყინა. სომხეთის გადმოსახედიდან მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა ვერ მოახერხა მისი დაცვა ვერც 2020 წელს და ვერც 2023 წელს, ამიტომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა. 2025 წლის იანვარში სომხეთმა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერა ხელი, რაც კიდევ უფრო მიანიშნებს სომხეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის გავლენის საბოლოო დასასრულს სომხეთში. შეიძლება მოვლენები გარეგნულად სწორედ ასე გამოიყურებოდეს, თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთულია. შეიძლება სომხეთმა მიატოვოს დსთ, მაგრამ რა ალტერნატივა აქვს მას? ევროკავშირი თუ ნატო? მიუხედავად იმისა, რომ სომხებს ძლიერი დიასპორა და ლობი ჰყავთ საზღვარგარეთ, მათ არ სჯერათ, რომ ევროპას აქვს სომხეთის შეერთების სურვილი. ამასთან ერთად, არც სომხებს შორის არაა გამოკვეთილი მხარდაჭერა. მაგალითისათვის, თუ სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით ნახევარი უჭერს მხარს, სხვა კანდიდატ ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინაში, ალბანეთში, მონტენეგროში და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეს რიცხვი 80%-ს აღემატება. არც ნატოს წევრობაა მაინც და მაინც რეალისტური ამ ეტაპზე და არა იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ სომხეთის გაწევრიანება, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულად თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირეა, სავარაუდოდ დაბლოკავს სომხეთის ინტეგრაციის ნებისმიერ მცდელობას. ნატო კი გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს. თუნდაც წარმოვიდგინოთ, რომ თურქეთი მზად არის განიხილოს სომხეთის გაწევრიანება, ეს ამას სომხეთისაგან დიდი კომპრომისის შედეგად თუ გააკეთებს. მაგალითად, ანკარამ შესაძლოა ერევანს მოსთხოვოს ოფიციალურად შეწყვიტოს 1915 წლის სომხეთის გენოციდში თურქეთის დადანაშაულება, ან დათანხმდეს აზერბაიჯანისათვის სახმელეთო კორიდორის გადაცემას ნახჩივანისკენ, რაც გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია და აი რატომ. ნახიჩევანი დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ნახიჩევანი აზერბაიჯანის ავტონომიური რეგიონია, რომელსაც სომხეთის სამხრეთ რეგიონი ჰყოფს ქვეყნის ძირითადი ნაწილისაგან. და სანამ ამ ვითარების გეოპოლიტიკაზე გადავალთ, განვიხილოთ, როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანი
ორად გახლეჩილი. 1920-იანი წლების დასაწყისში სომხეთი და აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირს შეუერთდნენ და სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა სომხეთის დასავლეთით აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი. რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებით ნახიჩევანი ოფიციალურად გადაეცა აზერბაიჯანს როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. ამას თურქეთის პირობაც დაერთო, რომ ის არასდროს გადაეცემოდა სომხეთს. თურქეთს ნახიჩევანის გადაცემა სურდა აზერბაიჯანისათვის, რათა აზერბაიჯანი დაემეზობლებინა, მიიღო სახმელეთო კავშირი კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და შეეზღუდა სომხეთის გავლენა რეგიონში. ამავე პერიოდში სომხეთის დასავლეთით საბჭოთა კავშირმა შექმნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც სომხებით იყო დასახლებული. ეს იყო საბჭოთა კომპრომისი, რათა სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება აეცილებინა თავიდან. მაგრამ მაშინ, როცა ყველა საბჭოთა კავშირში ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა, ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა მისი დაშლის შემდეგ კონფლიქტები აღმოცენდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამტკიცებს, რომ ბაქოს აქვს უფლება მიიღოს უმოკლესი სახმელეთო კავშირი საკუთარი ტერიტორიის შიგნით, თანაც პასპორტისა და საბაჟო კონტროლის გარეშე. There must be easy access from mainland Azerbaijan to Nakhchivan. And as I told Prime Minister Pashinyan, that will be a road from Azerbaijan to Azerbaijan, and there should be no custom duties, no checks, no border security when it goes from mainland to Nakhchivan. პაშინიანის მთავრობა ნაწილობრივ ღიაა ამ ნაბიჯისთვის, მაგრამ უარს ამბობს პასპორტ კონტროლის გაუქმებაზე, რადგან ეს საფრთხეს უქმნის სომხეთის სუვერენიტეტს. At the checkpoints of these roads, there would be border control and other control services under the jurisdiction of the respective countries and based on their sovereignty and legislation. საბჭოთა კავშირის პერიოდში სომხეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მეღრიში ფუნქციონირებდა სარკინიგზო სადგური, რომელიც ბაქოს ნახიჩევანთან აკავშირებდა, მაგრამ ამ სადგურში ბოლო მატარებელი 1993 წელს გაჩერდა. ამჟამად ნახიჩევანში მიმავალი აზერბაიჯანული სატრანსპორტო ნაკადი ირანის ტერიტორიაზე გადის, მაგრამ გზის სიგრძისა და სირთულეების გამო უმეტესობა ფრენას ამჯობინებს, თუმცა თვითმფრინავებიც იძულებულები არიან ირანის საჰაერო სივრცით ისარგებლონ. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც ამ 53 კილომეტრიანი მონაკვეთის მიუწვდომლობის გამო ხდება, რომლის გავლასაც რეალურად 1 საათიც არ სჭირდება. აზერბაიჯანს სურს აქ ეგრეთ წოდებულმა ზანგეზურის დერეფანმა გაიაროს, რომელიც საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ნაწილი გახდება და ჩინეთიდან ევროპისაკენ მიმავალ სავაჭრო მარშრუტს დააკავშირებს. სომხეთი, როგორც ხმელეთით შემოსაზღვრული ქვეყანა, დღეს ვაჭრობას მხოლოდ საქართველოსა და ირანის გავლით ახერხებს, რაც მის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავაჭრო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაფართოება, მათ შორის თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირება. მაგრამ სომხეთის მთავარი შიშია, რომ პასპორტ კონტროლის გაუქმება და ტერიტორიის შეუზღუდავად გახსნა შეიძლება წინაპირობა გახდეს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიისათვის სამხრეთ სომხეთში. ილჰამ ალიევმა წარსულში არაერთხელ თქვა, რომ თუ სომხეთი არ გახსნის გზას, აზერბაიჯანი ამას სამხედრო გზით მიაღწევს. ამას ემატება ისიც, რომ სომხეთის ირანთან დამაკავშირებელ საზღვარს თუ ადრე რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, ბოლო შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა ძალების გაყვანა 2025 წლის 1 იანვარს დაიწყო. ამიტომ დღეს სომხეთს აღარც რუსეთის იმედი აქვს და აღარც სხვა რომელიმე ძალას ენტობა. თუკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის დერეფნით რეალურად მოხდება დაკავშირება, ეს ჩვენს რეგიონს ეკონომიკური აღორძინებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდის დამატებით შესაძლებლობას მისცემს. თუმცა ამავე დროს საქართველოს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს, რადგან ბევრმა გადამზიდმა კომპანიამ შესაძლოა ტვირთების გადატანა საქართველოდან ამ ახალ მარშრუტზე გადაამისამართოს. შესაბამისად, სომხეთის ეკონომიკური პოტენციალი გაიზრდება. მიუხედავად ამისა, გლობალური ტვირთბრუნვა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება საქართველოს გავლით არსებულ ტრანზიტზე ნეგატიურად არ აისახება და ყველა მხარე ისარგებლებს საერთო ქსელიდან. მაგრამ კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი გამიზიარეთ.
მოახერხებენ თუ არა სომხეთი და აზერბაიჯანის საბოლოო მშვიდობის მიღწევას და თან ისე, რომ სომხეთმა ეკონომიკურადაც გადაუსწროს საქართველოს. ვიდეოს ბოლოს შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ინიციატივა ცნობისთვის მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არსებობს. ამიტომ თუ ამ ვიდეოდან ახალი ინფორმაცია მიიღეთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ასევე გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. მე კი ამ ვიდეოებში შეგხვდებით.